მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტის მიღმა გიბრუნდებით. მე მისი წამყვანი ტრადიციულად ესმა გუმბერიძე ვარ. ჩვენ საუბრობთ ხოლმე ახალგაზრდებზე, ახალგაზრდობაზე, რომ ძალიან ბევრი ამის გაკეთება შეგვიძლია უკვე ამ ასაკში და არ არის აუცილებელი რომ მარტო ვისწავლოთ, სწავლის პარალელურადაც რომ შეგვიძლია რაღაცები ვაკეთოთ თუნდაც. და ამიტომაც დღეს მოვიწვიეთ ხელოვნებაზე იშვიათად ვსაუბრობთ, თუმცა წინა გადაცემაც ხელოვნებას დავუთმეთ ერთგვარად ხელოვან ადამიანს, მოცეკვავეს, ცეკვის ბალეტის პედაგოგს და ამ თემას ერთგვარად ვაგრძელებთ და დღეს თუმად გვყავს ახალგაზრდა წიგნის ავტორი გვანცა გუბელაძე, ერთ-ერთი პრემიის ლაურეატი. გვანცა, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თუ შეგიძლია უფრო მეტი რომ გითხრა შენს იმ კონკურსზე რომელშიც მონაწილეობა მიიღე, ზოგადად შენზე კიდე სხვა რას აკეთებ, ვიცი ასე რომ ტრენინგებსაც ატარებს კონსულ მიმართულებით, ამაზეც რო გითხრა. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მიხარია რომ დღეს შემიძლია რომ ვისაუბრო ზოგადად წერაზე, ხელოვნებაზე, თუნდაც იმ კონკურსზე რომლის მეშვეობითაც ჩემი წიგნი დაიბეჭდა და ასე ვთქვათ ახალგაზრდებს რომელთაც წერა უყვართ რაღაცა ჩემი სათქმელი თუ ჩემი ხმაც მიოწმინა. დავიწყებ თვითონ კონკურსით, ეს არის პალიტრა ელის, გამოცემულობა პალიტრა ელის მიერ ორგანიზებული კონკურსი, რომელიც ყოველ წელიწადს ტარდება და რომლის მიზანია აღმოაჩინოს ახალი კალამი, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც წერენ და შემდგომ მათ კლავიატურა უყურდეს. კლავიატურა. გააჩნია ვისთვის როგორ, პრინციპში მე ორივეს თანაბრად ვიყენებ ისევ. და მოკლედ ეს არის მთავარი მიზანი, რომ ახალი ხმა, ახალი წერის სტილი, მანერა, ახალი ნიჭი იპოვოს. და ეს არის ძალიან კარგი საქმე ზოგადად ახალგაზრდებისთვის თუ შევაფასებთ, რადგან ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ასე ვთქვათ, აქვს სურვილი რომ მისი წიგნი გამოიცეს, მაგრამ არ აქვს რესურსი, არ აქვს შესაძლებლობა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რაღაც არის მოსაგვარებელი, ასე ვთქვათ, ბევრი საკითხი არის მოსაგვარებელი და პალიტრა ელი ამ კონკურსით ფაქტობრივად ყველა საკითხებს ჭრის, მხოლოდ შენი, ასე ვთქვათ, ძირითადი მიზანი არის ის, რომ წიგნი დაწერო, მქონდეს დაწერილი. კონკურსი ტარდება ხოლმე ორ ტურად, ორ ეტაპად, სულ ყავს 5 გამარჯვებული, 2 არის ჟიურის რჩეული და 3 ხალხის რჩეული. და ორივე ტურში იდება რაღაცა ნაწილი ნაწარმოების, რომელსაც ხალხი კითხულობს, აფასებს და კითხულობს პარალელურად ჟიური და თავდაპირველად პირველ რაუნდში არის ხოლმე 10 ხმა, როგორც ხალხის რჩეული და 10 არის ჟიურის რჩეული. უკვე მეორე ტურიდან 5 გამარჯვებული რჩევა და ამ 5 გამარჯვებულს აქვს საშუალება რომ მისმა წიგნმა იხილოს, ასე ვთქვათ, დღის სინათლე, ხო და გამოვიდეს და მკითხველამდე მივიდეს, რაც თავარი ადამიანებამდე მივიდეს. მე მონაწილეობას ვიღებდი 2018 წელს. ეს კონკურსი უკვე 3 წელია ტარდება და წელსაც სავარაუდოდ გააგრძელებს თავის, ასე ვთქვათ, ძალიან კარგ ტრადიციას და ახალ ხმებს კერდა კალამს აღმოაჩენს, დარწმუნებული ვარ. და შემდგომ უკვე თვითონ ეს კონკურსი გეხმარება იმაში, რომ შენი წიგნი მივიდეს მკითხველამდე, არ არის მარტო ის, რომ წიგნი დაიბეჭდა, გამოვიდა დევს თაროზე. ეს კონკურსი გეხმარება უკვე, რომ მკითხველი გყავდეს, ჩვენ ვიყავით, ასე ვთქვათ, ქონდა წიგნის პრეზენტაციები ვესტუმრეთ რეგიონში მკითხველებს და შევხვდით, გავიზიარეთ მათი შთაბეჭდილებები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენს წიგნს ყავს მკითხველი და ყოველთვის იღებს შეფასებებს. ძალიან ისეთი მომენტია ხოლმე, რომ წერენ რაღაც თავიანთ შეფასებას, ან მოსწონთ დასასრული და უნდათ რომ რაღაც სხვანაირად დაგესრულებინა, ან პირიქით. ხო, ეს საინტერესოა, რა უნდათ ხოლმე, აი რა ტიპის რას გეკითხებიან. სხვათა შორის ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ახალგაზრდები ძირითადად ვისაც ეს ვთქვათ, შეხება მქონია, ვინც ყოფილა მკითხველი და ვინც დამკავშირებია, ისინი არიან ხოლმე 12 წლიდან რაღაც ახალგაზრდები, მოკლედ ძალიან აქტიურად კითხულობენ ქართულ წერილებს და ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რადგან ძალიან ხშირად შეხვედრილ ვარ ხოლმე დამოკიდებულებას, რომ ურჩევნიათ უცხოელი ავტორი წაიკითხონ. მაგრამ ამან რაღაცა შემიცვალა ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ ხედავ, რომ უნდათ ითხოვენ, ესე ვთქვათ, ქართულ წერილებს და ქართულ ნაწარმოებებს.
ერთი ესეთი პრობლემა, რაც ესე ვთქვათ, ვიტყოდი რომ რჩება, არის ის, რომ რამდენად ითარგმნება ქართული ლიტერატურა უცხოურ ენაზე. განსაკუთრებით, როდესაც ხარ დამწყები ავტორი. ეს კონკურსი იმ საშუალებასაც იძლევა, რომ შენი ნაწარმოების, ასე ვთქვათ, შერჩევა შემდგომ მოხდეს და რომელიმე უცხოელმა გამომცემლობამ გამოთქვას ინტერესდე და ინტერესდეს ამ ნაწარმოებით. ამის საშუალებაც არის და ჩვენ რამდენიმე გამარჯვებული წინა 2017 წლის გამარჯვებული ავტორი რამდენიმე ითარგმნა გერმანულ ენაზე, მაგრამ უფრო ესე ვთქვათ ბედნიერი ვიქნებოდი თუ ბევრ ენაზე ითარგმნებოდა დამწყები ავტორები და არ იქნებოდა კონკრეტულად ერთი ენაში მოფარგლე. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავითვალისწინებთ ქართულ სეგმენტს, მნიშვნელოვანია რომ ეს ესე ვთქვათ ქართული სივრცე გაარღვიოს ნაწარმოებმა და გავიდეს უცხოეთში და თავის საქმე თქვას უცხოელ მკითხველთანაც. კი, საერთაშორისო ასპარეზზე რომ გამოვიდეს ეს ქართული აზრი, რასაც ქვია და უბრალოდ საინტერესო არის, რამდენად იყიდება ეს წიგნები უცხოეთში და რა პრობლემები არის ამ მხრივ, იმიტომ რომ არის ხოლმე საუბრები, რომ ძალიან ადგილობრივი კონტექსტია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტადაც რომ ჩვენი კონტექსტი გავაცნოთ. მათთვისაც საინტერესო არის ის, რომ იყოს ნაწარმოები ქართულ რეალობაზე, ქართულ სიტუაციებზე მორგებული, იმიტომ რომ უცხოეთში, ასე ვთქვათ, თუ გავითვალისწინებთ სოფლის მასშტაბს, ვერ დაწერ ქართველი მწერალი, რაღა უნდა თქვა იმაზე, რაც ამერიკელმა მწერალმა, ასე ვთქვათ, უკვე დაწერა, ხო? შესაბამისად, უცხოელების ყოველთვის საინტერესოა ახალი კულტურის, ახალი ენის აღმოჩენა და აქედან გამომდინარე, ესეც მნიშვნელოვანია, რომ ქართულ რეალობას წარმოაჩენდეს ნაწარმოები. საინტერესოა ალბათ მკითხველისთვის და განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც შეიძლება მომავალში ინტერესი გაუჩნდეს. შენი რჩევა როგორ ჯობია რომ წიგნი მთლიანად უნდა დაიწეროს ალბათ კონკურსამდე, თუ მართლა ნაწილ-ნაწილ წერდი შენს იმის კვალობაზე, ანუ კონკურსის მსვლელობის და თარგმნაზეც, როგორ ვაცნობთ ჩვენ უცხოურ გამომცემლობას ჩვენ წიგნს. ჯერ თარგმნით და მთლიანად და მერე, ეს ხოლმე ძალიან დიდი დრო, ენერგია, რესურსია, ყველა თვითონ უცხო ენას არ ფლობს, თარჯიმანი უნდა დაიქირავოს და ასე შემდეგ. ჩემი ნაწარმოები შულამელი გოგონები არ მიხსენებია სათაური. ზოგადად ესეთ რჩევას ვერ გავცემ, რომ აი ჯობს რომ თავიდანვე გქონდეს დაწერილი, რა თქმა უნდა. უნდა გქონდეს რაღაც ნაწარმოებებიც და უნდა გქონდეს ეს ნაწარმოებიც ისე არ არის რომ დაიწყო კონკრეტულად კონკურსის პერიოდში, უფრო რთული იქნება ვფიქრობ და უმჯობესი იქნება თუ მხედველობაში იქნებათ რომ აი ესეთი კონკურსი არსებობს ზოგადად და მოემზადებიან თუნდაც წინასწარ რომ აი ერთი წლის მერე მე გადავწყვეტე რომ კონკურსში მივიღო მონაწილეობა, რატომაც არა. შესაბამისად ძალიან რთულია, როდესაც ნაწარმოები იწერება თვითონ კონკურსის პერიოდში, მაგრამ გამომცემლობა იფადები ისეთია, რომ გაცდის დაუშვებს ტექნიკურ პროცესს გადახედვა შენ და შემდგომ უკვე რედაქტორის ხელში გადადის და რედაქტორი ესე ვთქვათ კითხულობს. მნიშვნელოვანია ასე რაც არ მიხსენებია ამ კონკურსის ფარგლებში ავტორს, დამწყებ ავტორს ყავს მენტორი. ჩემ შემთხვევაში იყო თამრი ხათაძე და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია რომ მასთან ერთად მომიწია მუშაობა ჩემს ტექსტზე. მენტორი ეცნობა შენს ლიტერატურულ ნაწარმოებს, გაძლევს საკუთარ შეხედულებებს გეუბნება და შესაბამისად შენ შეიძლება დაითანხმო რაღაცაში, შეიძლება არ მიიღო მისი რჩევა, მაგრამ ძირითადად ეს არის პროცესი, როდესაც გამოცდილი, უკვე კარგად გამოცდილი ადამიანი საკუთარ შეხედულებებს გიზიარებს და ისაც შეიწყებს, ის გზა უკვე დიდი ხანია გამოვლილი აქვს, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში მენტორის ჩართულობა. თვითონ ასაკი ამ ნაწარმოების კონკურსში მონაწილეობის მიზეზის იწყება 18 წლიდან და უკვე გრძელდება განსხვავებული საქმე. ალბათ შულამელი გოგონების გარდა გაქვს სხვა პატარა ნაწარმოებებიც. ზოგადად როგორ დაიწყე წერა და როგორ წერ? ანუ ეს ამბობენ ხო, რომ ცოტა ძნელია რომ გეგმა გქონდეს ქართულ ნაწარმოებში, რომ რაღაც დღეს ამდენ გვერდს დავწერ, ან ხვალ იმდენს დავწერ. აი ეს მუზას როგორ იჭერ, ასე ვთქვათ, თუ არ ჭირდება, თუ რა ჭირდება, ან რა სჭირდება და რას არ ჭირდება. კი ბატონო. ზოგადად ამბობენ რომ რუტინა ყველა საქმეში, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ხელოვნებაშიც. და ძალიან კარგია, როდესაც რაღაცა პერიოდს დავუშვათ დღის განმავლობაში მოძებნი ისეც, რომ რაღაცა შეიძლება
არ იყოს ეს რაღაც მაგალითატური ღირებულებების მქონე, რასაც დაწერე ერთი გვერდი ან ორი გვერდი, ყოველდღე რომ რაღაცა შეასრულო, იმიტომ რომ წერა ძალიან კარგია აზროვნების პროცესისთვისაც ასევე. მე სხვათა შორის ძალიან მოგიფხობ რაღაცა განსაკუთრებული მუზა მყავს, მუზების არ მჯერა რა თქმა უნდა, მაგრამ მე ძირითადად ესე ვთქვათ, წერის ფიქრი, აზროვნების პროცესი მეწყობა მას შევცეთ ვარ გზაში. და მაშინ მომდის ხოლმე რაღაცა ესეთი აზრები, რომ შეიძლება იმიტომ რომ ბევრი დრო მაქვს ამ ფიქრის ატომაც არა. წერა დავიწყე ძალიან პატარა ასაკიდან და პირველი იყო ლექსები დავიწყე წერა ზოგადად პოეზიით. და პირველი ლექსი დაუწერე საკუთარ დას, ჩემს დას დაუწერე, რაღაც დაბადების დღის მისალოცი იყო და რაღაცა მაგის მერე გადავწყვიტე მე მგონი რომ წერასთან ახლოს უნდა ყოფილიყავი და მწერალი უნდა გამოსულიყავი. ნუ ბავშვობაში ძალიან ბევრი პროფესია მინდოდა მართალია, მათ შორის რა ვიცი, ექიმობა, ფეხბურთელობაც მინდოდა. რა ვიცი, ასე რამე. მაგრამ მე უკვე გავაანალიზე რომ ერთ-ერთი ისე ვთქვათ ძირითადი რაც მინდოდა და რაც მომწონდა ის იყო წერა, წერის პროცესი თვითონ და ძალიან კარგია, როდესაც წერისგან იღებს სიამოვნებას, ესე ვთქვათ. და ჩემთვის წერა ეს არის რაღაც სიამოვნების პროცესი, სიამოვნების მიღების პროცესი. რას აქვს მნიშვნელობა მხატვრულ პროზაულ ნაწარმოებში? უფრო მეტი დღევანდელ რეალობაში შინაარს, რომელმაც უნდა წაგიღოს და დაკარგოს და ჩაგითრიოს, თუ ფრაზების გამოყვანილობას, ანუ თვითონ სიტყვის ხელოვნებას, აი რაღაც მხატვრულ შედარებებს. არ არის ერთი ისე რომ მეორედან ანუ დაცალკევებული იყოს, არამედ ერთმთლიანობაში, როდესაც არის უკვე ერთმთლიანობა, მაშინ არის ნაწარმოები უკვე შეკრული, არის უკვე ღირებული და არის უკვე ისე ვთქვათ მკითხველისთვისაც კარგი და წაკითხვათი, ხო? შინაარს როდესაც იკარგება უკვე და როდესაც არ აინტერესებს მკითხველს წიგნი, რა თქმა უნდა, ადგება და გადადებს ამ წიგნის გვერდზე. ასევეა მხატვრული, ესე ვთქვათ, სიტყვის თვალსაზრისითაც, ხო? თუ რაღაცა ღარიბია, მაშინ ესეც იწვევს მკითხველში, რომელსაც აქვს გემოვნება, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ იმედგაცრუებას. შესაბამისად ეს ორივე თუ იქნება ლიტერატურულ ნაწარმოებში, ის ნაწარმოები ესე ვთქვათ იქნება ღირებული. რას ნიშნავს გემოვნება, ხო? აი როგორ გავხდეთ მწერლები, ესე გემოვნებიანი მკითხველისთვის, ხო? რამე პრერეკვიზიტები არსებობს ამისთვის, არ ვიცი, ამბობენ, რომ ან ბევრი უნდა იკითხო, ან გამოცდილება უნდა გქონდეს. ხო, მკითხველს ვერ მოატყუებ. ამას ვიტყოდი პირველ რიგში და გამომდინარე, როდესაც რაღაცა შენ გამოცდილებაში ატყუებ, თუნდაც მკითხველს ატყუებ, ამბის სისწორეში უკვე იკარგები. შესაბამისად, გემოვნებიანი მკითხველი მაშინ ხდება, შენ სად ატყუებ მას. და აქ უშვებ უკვე როგორც ავტორი შეცდომას, რომ იტყუები წერის პროცესში. და რა ეპიზოდებს გადის ნაწარმოები, ანუ დაწერიდან, კაი, ნუ დაწერამდე ჯერ იდეა, მაგრამ მერე ეგრევე წერ და დეტალებს ეგრევე ხვეწ, თუ ეს მერე მოდის, ანუ ეს ლამაზი სიტყვები შეთანწყობა და თავიდან უბრალოდ შინაარს წერ. კი ბატონო. წერის პროცესში გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან ეტაპს. პირველი, როდესაც ნაწარმოები უშუალოდ იწერება და მეორე არის უკვე ტექნიკური პროცესი, როდესაც შენ კითხულობ, ცდილობ რაიმე არ გამოგეპაროს, იმიტომ რომ როდესაც საუბარი არის სხელტანიან ნაწარმოებზე, აქ უკვე ესე ვთქვათ ძალიან ბევრი დაკვირვებაა საჭირო. შესაბამისად, პირველი პროცესი არის, როდესაც უშუალოდ ხდება შენი აზრების შეფუთვა, ასევე შინაარსის, ფაბულის, სიუჟეტის დონეზე დახვეწა და მე არის უკვე როდესაც ტექნიკურად უნდა გადაათვალიერო შენი ნაწარმოები და ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ არავის არ უნდა გქონდეს ალბათ იმის ილუზია, რომ ადგება ესე ადამიანი და ისე რომ თავი არ აწიოს ერთს, რა ვიცი, თუნდაც რამდენიმე დღეში ერთი ხელის მოსმით, ასე ვთქვათ, თლიან ნაწარმოებს შემოგთავაზებს ისე რომ ამ ნაწარმოებში არ იყოს რაღაცა ესე ვთქვათ, გაპარული. შესაბამისად, ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო მასზე და არ შეიძლება რომ უბრალოდ ის პროცესი, რასაც ქვია ტექნიკური პროცესი.
ხო რომ ლოგიკურად ეწყობოდეს ერთმანეთს. კი ბატონო, შეიძლება სადღაც რომელიღაცა პერსონაჟის რაღაცა, ასე ვთქვათ, გაგეპაროს ძალიან ბუნებრივი, ან შენი ემოცია გაგყვეს რომელიმე პერსონაჟის მიმართ და ესეც ასე ვთქვათ, კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს, ან კონტროლდებოდეს მწერლის მიერ. ამბობენ ხოლმე, რომ რაღაც ამბოლო დროს ისეთი აზრიც მოვისმინე, რომ ყველაზე კარგი დღეს უკვე თანამედროვე არსებობაში, როდესაც ცენზურა აღარ გვაქვს ისეთი პირდაპირ და ასე შემდეგ, არის ბიოგრაფიული ნაწარმოებები, ყველაზე მეტად ისინი იკითხება, ხო, რო გადავხედეთ მაგალითად მადლენ ოლბრაითის თავისი მემუარები, მოგონებები, არ ვიცი, ბარაკ ობამას და ასე შემდეგ. ანუ არის თუ არა შენი აზრით მნიშვნელოვანი, რომ ჯერ გავხდეთ სხვა მხრივ წარმატებულები და რაღაც ცნობადები და შემდეგ დავწეროთ ჩვენს ცხოვრებაზე, რადგან ის მაშინ ხდება სხვებისთვის უფრო საინტერესო, თუ შეგვიძლია რომ პროფესიით ვიყოთ მწერლები. თუ საკუთარ ცხოვრებაზე წერ, იგივე ბარაკ ობამაზე ვიტყოდი, შესაბამისად ისინი აზიარებენ საკუთარ წარმატების ისტორიებს და შემდგომ ადამიანებისთვის რომელთაც სულთ წარმატება, ისინი შეიძლება გახდნენ მისაბაძი მაგალითები. შესაბამისად ეს ჟანრი, ესე ვიტყოდი, ბიოგრაფიული ჟანრი კითხვაში ამიტომ არის საინტერესო. თუმცა იმას ვერ გავიზიარებდი, რომ მხოლოდ ეს ჟანრი უნდა ვწეროთ და მხოლოდ ჯერ წარმატებას უნდა მივაღწიოთ, შემდეგ ვწეროთ. ძალიან საინტერესოა იგივე ისტორიული ჟანრიც და არა მარტო ისტორიული ფანტასტიკა, ფენტეზი და ძალიან მომგებიანი, სხვათა შორის მომგებიანი კითხვადია ეს ჟანრებიც. და დღესდღეობით საქართველოში ასევე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, რაღაცა ნაწარმოები, რომელიც სიყვარულს უკავშირდება. მე მგონი ყველა ნაწარმოებში დევს მაინც. კი, რა თქმა უნდა, ვერ გაიქცევ ისეთია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნაწარმოები ასევე რაღაცა კარგი იქნება თუ სოციალურ პრობლემატიკასაც შეეხება და არ იქნება მხოლოდ რაღაცა მორგებული სიყვარულის თემატიკაზე. აი მეც უნდა მეკითხა, აი სულ დგას ეს საკითხი, ხელოვნებამ უნდა არსებობდეს მარტო ხელოვნებისთვის, თუ უნდა ემსახურებოდეს კიდეც რაღაც მიზანს და რაღაც ღირებულებას. ეს ორი რაღაც მიმართულება, რომელიც ზოგი ადამიანი იზიარებს იმას, რომ ხელოვნება ხელოვნებისთვის უნდა იყოს და ზოგი იზიარებს, რომ ხელოვნება ადამიანებისთვის არის. ეს შემთხვევა, როდესაც მე ვფიქრობ, რომ ხელოვნება ადამიანებისთვის არის შექმნილი და ადამიანებისთვის უნდა იზიარებოდეს. შესაბამისად, არა მარტო იმისთვის, ვისაც ხელოვნებას ემსახურებოდეს მხოლოდ, ხო? შეიძლება წიგნი რაღაცა იყოს ხელოვნებისთვის მაღალი ღირებულების მატარებელი, მაგრამ კითხველმა არ წაიკითხოს და უბრალოდ ბევრმა ადამიანმა არ წაიკითხოს და მხოლოდ თაროზე შემოდეს. ან არასწორ ღირებულების ტირაჟირებდეს. ან არ ვიცი, იყოს ხელოვნების, ანუ მაღალ ღირებული იყოს ხელოვნების თვალსაზრისიდან, მაგრამ არ იყოს კითხვადი, ამას ვამბობ. სულ ადამიანმა უნდა მიიღონ, ადამიანებისთვის შეიძლება არ გახდეს რაღაც ახლობელი, რატომ არის ლიტერატურა, ხო? მისაღები ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ისინი რაღაცა საერთოს პოულობენ მასში, ნაწარმოებში, რასაც კითხულობენ. აი, გადავიდეთ შენს შულამელ გოგონებზე უშუალოდ. საიდან წამოდის სათაური, რას ნიშნავს ეს შულამელი გოგოები, ანუ საიდან არიან ისინი და რა გახდა შენთვის ეს შთაგონების წყარო? და ხშირად ამბობენ, რომ ავტორი თავის თავზე წერს, ანუ შეფარულად თავის თვისებებს ანიჭებს, ასე ვთქვათ, თავის გმირებს, პერსონაჟებს. ეს ასეა ამ შემთხვევაში და თუ კი, აი რომელ პერსონაჟთან გრძნობ უფრო მეტად თავს გაიგებებულად, ანუ დავიწყებ სათაურით. ძალიან ბევრი ვიფიქრე სხვათა შორის სათაურზე. და სწორედ ერთმა პერსონაჟმა გამიხსნა მერე გზა სათაურისკენ. ეს იყო სულამითი, რომელიც არის ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნიდან, ქებათა ქება სოლომონისა, ერთ-ერთი პერსონაჟი. ზოგადად ითვლება, რომ ამ ლიტერატურული ბიბლიის ამ ტექსტს არ ყავს მთავარი პერსონაჟი, თუმცა არსებობს ასევე სხვა გადმოცემაც და ერთ-ერთ სტროფში, ესე ვთქვათ, მოცემულია, რომ მობრუნდი სულამით, რომ გიყუროთ შენ და ჩემს საინტერესო აღმოჩნდა ეს სულამითი ვინ იყო, როგორ იყო და ეს სულამითი ითვლება, რომ უყვარდა მეფე სოლომონს და სწორედ აქედან წამოდი, რომელიც იყო შულამიდან წარმოშობით. და შესაბამისად ამ პერსონაჟმა შემიკრა ერთგვარი კავშირი და გამიერთიანა ეს ორი პერსონაჟი, რომელიც იყო სხვადასხვა ეპოქიდან და შესაბამისად გამოვიდა, რომ სამი ეპოქა, სამი ქალი და როდესაც პრეზენტაცია მქონდა თეოდორ ენჯაშვილმა ახსენა სამაია, ერთგვარი სამაია შეიკრა და რაღაცა ის მომეწონა, რომ სამაიას კრავს ეს პერსონაჟი. რაც შეეხება შემდეგ კითხვას,
ავტორის საკუთარ გამოცდილება არ არის მხოლოდ ის, რომ დღეს მე მაგალითად ამ სკოლაში მივდივარ, ან უნივერსიტეტში მივდივარ, რომელი გზით მივდივარ, გამოცდილება არის ის, რაც შენს შინაგან სამყაროში, ესე ვთქვათ, გროვდება, შენი ფიქრები, შენი დამოკიდებულებები ადამიანების მიმართ, შენი შიშები, შენი, ესე ვთქვათ, წუხილები თუნდაც და ეს ყველაფერი იქნება ერთგვარი გამოცდილება და შემდგომ გადაგაქვს პერსონაჟებში. ალბათ უფრო ასე გამოხატავენ ხოლმე პერსონაჟები წერალს ლიტერატურულ ტექსტში. რაც შეეხება ჩემს ციკლში უშუალოდ, ვამბობ ხოლმე ძალიან ხშირად, რომ არ არის ერთი კონკრეტული პერსონაჟი, რომელიც მე მგავს, არამედ ვიტყოდი, რომ შეიძლება ასე ვთქვათ, ჩემი თავი გამოვლინდეს როგორც გოგო პერსონაჟი, ასევე ბიჭი პერსონაჟი, ისევე როგორც ქალ, ასევე კაც პერსონაჟი. ხო, არ არის მარტო ეს, რომ დავუშვათ მე გოგო ვარ და აუცილებლად გოგო პერსონაჟი უნდა გამომავლინო საკუთარი თავი. ამას ვიტყოდი კონკრეტულ შემთხვევაში, რომ არ არის ერთი რაღაცა. და ძალიან საინტერესოა, რეალურად მე ამ ციკლში ამოვიკითხე, მე ორჯერ გადავიკითხე ეს და ამოვიკითხე არა სამი, არამედ მათ უფრო მეტი წვრილ-წვრილი ისტორიებია კიდევ, გვერდითი ხაზები, რომლებიც წიგნებში ასე, ციკლში. და ხრობები, რომელიც არ შეიძლება რაღაც ცალკე განცალკევებული იყოს და ვთქვათ, რომ ეს არის მეორე ხარისხოვანი ამბავი. ვიტყოდი, რომ ის რაც მიწერია არ არის მეორე ხარისხოვანი, ეს წვრილ-წვრილი ამბები, რასაც ამბობ. კი, და თითოეული რაღაცნაირად ასაბუთებს თითქოს იმ მთავარ სათქმელს და რა არის ეს მთავარი სათქმელი? როგორ დამოუკიდებელი შეკითხვა დამისი, იმიტომ რომ ყოველთვის ვფიქრობ, რომ რაღაც მთავარი სათქმელი, რომელსაც შენ კი ხედავ ამბობ ამ ტექსტის მიხედვით, ძირითადი რაც მინდოდა მეთქვა არის ის, რომ ეს ძველი ტექსტები ჩვენ ვერ შევცვლით ამ ძველ ტექსტებს, ვეღარ გადავასვაფერებთ იმ ისტორიას, რაც ასე ვთქვათ უკვე მოხდა, მაგრამ ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია რომ შევქმნათ ახალი დღევანდელი ისტორია, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს ერთგვარი თუნდაც შეცდომების გამოსწორება, ახალი სიახლეების მიღება და ჩვენი საუკეთესო ტექსტები. ამიტომ ყოველთვის ამას უსურვებ ხოლმე ადამიანებს, რომ როდესაც წაიკითხავენ, დაფიქრდნენ, რომ როგორ შეუძლიათ შეცვალონ და თავისი საკუთარი კარგი ტექსტი, რომელსაც ისურვებდნენ, რომ დაეწერათ, დაწერონ. აი ეს ისტორიული მომენტი ამ ნაწარმოებში არის ძალიან საინტერესო, როგორ შემოგყავს ისტორია, ხო წარსული, ისტორიული, როგორც აცოცხლებ მას, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად ისტორიული ნაწარმოები დღესდღეობით ნაკლებად იწერება ქართულ რეალობაში. ჩვენ ისტორიას ვკითხულობთ მარტო სახელმძღვანელოებიდან, ისტორიკოსების დაწერილიდან, რომლებიც ხშირად წერდნენ მეფეებისთვის და შესაბამისად ის გარკვეულ ცენზურას გადიოდა და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა, შენ ცდილობ, რომ ეს შემოიტანო და უფრო დაინტერესო თითქოს მკითხველი, გააცოცხლო მისთვის ის პერიოდი, რომ ის არ იყო უბრალოდ სახელმძღვანელოებში რაღაც მშრალად მოთხრობილი წყაროების ამბავი და ასე შემდეგ. აი ეს მიმართულება ხო რაღაცა ღირებულებას თავაზობ თითქოს, ალტერნატივას. ხო რომ ის ისტორიაც არ იყო ერთგვარად ყველაფერი ცუდი, ან ყველაფერი კარგი. ნუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს დავინახოთ. მარტო საგმირო ამბები, ან პირიქით მარტო რაღაც მსხვერპლის და ტანჯვის მომენტებიც არ იყო, არამედ ორივე ერთგვაროვნად და თანაბრად ალბათ. რას ვიტყოდი, მიხარია რომ ეს შენიშნე და ზუსტად ამ ნაწარმოებს რომ წერდი ერთ-ერთი მიზანი რა იყო? მიზანი იყო ის რომ ვიცოდი რომ წაიკითხავდნენ 12, 13, 14, 15 წლის ახალგაზრდები თუნდაც და მინდოდა რომ მათთვის გამეცოცხლებინა ზოგადად ეს ისტორიული წარსული ჩვენი, გამეცოცხლებინა მათ ენაზე, რადგან დღეს არის 21 საუკუნე და რთულია წაიკითხო ტექსტი თუნდაც ზოგადად შესაძლებელი მათთვის ხას უსვამ რომ 12, 13, 14 წლის ასაკის მკითხველზე ვსაუბრობ და შესაბამისად ენაც ამ ნაწარმოებში არ არის გადატვირთული და შეგეცადე რომ დამეძველებინა, მაგრამ ისედაც არ დამეძველებინა რომ მათთვის გაუგებარი ყოფილიყო. შესაბამისად ვფიქრობ რომ ეს ხაზი მათთვის გასაგებარი ანუ არ არის გაუგებარი და გასაგებია და ეს ისტორიის მიტანაც იყო ერთი მიზანი მოყავთ მათთვის.
სხვანაირად აღქმა, სხვანაირად შეხედვა და არა მშრალად. რომ რაღაც დონეზე ჩვენი ისტორია, ესე ვთქვათ, გავაცოცხლოთ და არ დავტოვოთ როგორც წარსულში მომხდარი უბრალოდ ამბავი. მე უნდა მეკითხა აუცილებლად შენთვის ეს ხო შეარჩიე თიანთი გურიელი, ხო ერთ-ერთი კახეთის მეფის ლევან პირველის ცოლი, პირველი დედოფალი კახეთის, ანუ რატომ მასზე შეაჩერე შენი არჩევანი და ასევე ადამიანებს გონია ხშირად რომ უბრალოდ დასხდებიან, დაწერენ რაღაცას, თუმცა ეს ძალიან სერიოზულ ფაქტობრივ ცოდნასაც მოითხოვს რეალურად. მაგალითად ჟიულ ვერნის ნაწარმოებს რო გადავხედოთ, ხო იქ აუცილებლად რაღაც მექანიკის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ასე შემდეგ ცოდნა აუცილებელი იყო ნაწარმოებების კარგად დაწერისთვის, რომ ის რეალისტური ყოფილიყო. შენ რა სიტყვოდი ამაზე, ხო ანუ რამდენად რაღაც კვლევის ჩატარება მოგიწია პერსონაჟის გარშემო და ასე შემდეგ. პირველ რიგში აღნიშნავდი იმას, რომ ჩემ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი რომ მე შევარჩიე თინათინის ამბავი, უფრო ვიტყოდი რომ რაღაცა დოზით თვითონ ამბავმა შემარჩია მე. როდესაც ვეცნობოდი მის ისტორიას, როდესაც ვკითხულობდი ლეგენდას მასთან მიმართებაში, მაშინ მივხვდი რომ რაღაცა ჩემს სულს შეეხო. ზოგადად ძალიან ბევრი ამბავი ხდება მნიშვნელოვანი ჩვენ გარშემო, მაგრამ რომელიღაც ამბავი კონკრეტულად იმდენად გესისხორცება, რომ რაღაცა გინდა რომ ამ ამბავთან შეხება გქონდეს, ვერ ვიტყოდი რაღაცა მოვარი ხარ თითქოს ამ ამბის დაწერის და ჩემ შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა, იმიტომ ავირჩიე ზუსტად. და რა ლეგენდას გულისხმობ? შონტის მონასტრის დაარსებას გულისხმობ, რომ რაღაცები, რა თქმა უნდა, იყო კითხვის ნიშნის ქვეშ ჩემთვის და შესაბამისად ის მხატვრის მხარე, რომელიც არსებობს, ხო? მე თვითონ ისე ვთქვათ, შევფუთე, ხო? ერთია, როდესაც ნაწარმოები ისტორიულ ფაქტებს მისდევს, მაგრამ როდესაც ნაწარმოები მხოლოდ ისტორიულ ფაქტებს მისდევს, მაშინ არის მშრალი, ხო? შესაბამისად, შენ გიწევს, რომ მეორე მხარე, რომელიც არის მხატვრის მხარე და ამატო შეიავსო და ეს მხარე უკვე თვითონ ავტორზეა დამოკიდებული და ეს მხარე იყო ზუსტად ჩემი კითხვის პასუხების, რაც მე მქონდა, ის გამოჩნდა ამბავთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მხოლოდ ისე, რომ ეს მცოდნოდა და მორჩა, არ მინდოდა რომ რაღაც ფაქტებისთვის გვერდი ამოვლოდა კითხველისთვის, ესე ვთქვათ, შეცდომაში შემეყვანა, შესაბამისად, მე მიწევდა ბიბლიოთეკაში გაცნობა რაღაც ძველი ტექსტების მოძიება, რომ რაღაცა არ გამოყარებოდა და ესე არ არის წერა მხოლოდ ის პროცესი, უმეტეს ისტორიული ნაწარმოების, რომ რაღაცა მხატვრული დაწერო. პირიქით შეგჭირდება ისტორიული, ესე ვთქვათ, სინამდვილის გაგება, ისტორიულ სინამდვილესთან მუშაობა და შემდგომ უკვე გადმოტანა არა მშრალად, არამედ შენი დამატებით. ძალიან ფაქიზი საკითხია სხვათა შორის ეს და ვთქვათ, ბეჭდის ხიძე გავასწავლეთ არის ხო, რაღაც არც იქეთ არ უნდა გადაიხვიო და რაღაც უნდა გაიარო შეეცადა, იმიტომ რომ მე უკვე ხო იტყუები. პრინციპში ბევრი რამე არ იწერებოდა იმ დროს ადამიანები, ხო ყველაფერს ვერ წერდნენ, ან ვერ აქვეყნებდნენ, ბევრი რამე ნადგურდებოდა და შესაბამისად ჩვენ მართლაც ბევრი სივრცეა ესე ამოსავსები. თუნდაც როცა ვსაუბრობთ, რომ აი დედოფალმა აშენა მონასტერი და შემდეგ იქ რაღაც პერიოდის მერე აღიკვეცა, ხო? ისტორიას ახსოვს და არ მარტო საქართველოში, განსაკუთრებით უცხოეთში. ეს ფაქტები, როდესაც არასასურველი ცოლისგან თავის მოშორების ფორმა იყო ეს მონასტერში გაშვება, ეს კიდე კარგი ფორმა იყო, ძალიან შეიძლება კლავდნენ, წამლავდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ზუსტად მით უმეტეს ქრისტიანობაში ხო, როდის შეგიძლია შემოიყვანო მეორე ცოლი და გაამართლო ეს, როდესაც პირველი ხორციელად კვდება დედოფალი და მეორე, როდესაც სულიერად კვდება და სულიერად სიკვდილი არის უკვე ის, რომ ის უარს ამბობს ხორციელ ტბობაზე, ასე ვთქვათ და იკვეცება მონაზვნად, ხო? ანუ უკვე ყოველდღე ხორციელზე უარს ამბობს და შესაბამისად მეფეს ეძლევა უფლება, რომ მეორე ცოლი მოიყვანოს. ეს იყო, ასე ვთქვათ, გამართლება, რა თქმა უნდა, იმ პროცესში და ვერ ვიტყოდით მარტო იმას, რომ ეს შეიძლება უნდა ყოფილიყო თინათინის მიერ თავისი სურვილით გადადგმული ნაბიჯი და ეს იყო ჩემი მიერ აღქმული, რა თქმა უნდა. და კიდევ ის რომ რაღაცა ლეგენდები ლეგენდის დონეზე რჩება და მაინც რაღაცა სიმართლის მართვარი, რა თქმა უნდა ვეძებოთ, ხო? თუ მოყვა ამას რამე აღშფოთება, კრიტიკა, ხო, ამ შენეულ გააზრებას?
სხვათა შორის აღშფოთება უფრო მოყვა იმას, რომ ერთხელ როდესაც წიგნი გამოვიდა და ვიყავი რადიოში მოწვეული, მახსენე ესეთი რამ, რომ სხვათა შორის მინდა რომ ზუსტად განმარტო, ახლა აქ არ არის საუბარი ამ წიგნში, შენც გაიცანი და იცი, რომ არ არის საუბარი, ასე ვთქვათ, გენდერულ თანასწორობაზე იმ კუთხით, რომ წმინდა წლის გენდერული თანასწორობა მოიაზრებოდეს ამ ლიტერატურულ ნაწარმოებში და რადიოში ზუსტად ამიერეკა ვიღაცამ და ვკითხა, რომ რატომ ჩათვალეო, რომ გენდერულ თანასწორობაზე უნდა დაგეწერაო. ჩემს ნაწარმოებში ხას უსვამ, რომ მაქვს აჭერილი ზუსტად ის კუთხე, რომ რაღაცები არ იცვლება, თუნდაც არ იცვლება ქალთან მიდგომის მხრივ, არ იცვლება ის, რომ ემოციები იგივეა და ერთი თემა, რასაც ვეხები, ის არის ისევ სელექციური აბორტი და აზროვნება სელექციური, რომ მაინც და მაინც ვაჟი უნდა გაჩნდეს და ჯერ კიდევ გვაქვს ეგ რაღაც აზროვნებაში, რომ ვაჟი უნდა იყოს, ჩემი შვილი, ბიჭი უნდა მეყოლოს ხო და ეს იყო რაღაც, ასე ვთქვათ, ჩემ გარშემო დაჭერილი პრობლემები და არ იყოს რაღაცა მოგონილი და არ მინახავს ამსმენია და ისე დავწერე. ეს იყო ის, რაც მართლა შეიძლება არ იყოს ზუსტად ესე, მაგრამ რაღაცა ფაზები თუნდაც კუთხით, რომ სმენო და პრობლემების საკითხებთან მიმართებაში ეს გავაჟღერე ზუსტად ვფიქრობ და ეს მინდოდა რომ გამეკეთებინა სიმართლე გითხრა. რადგან თვლი ხოლმე, რომ ძირითადად მოტივი რატომაც მე მითოდა მწერლობა, შეიძლება რაღაცა ისე ყოველთვის ვამბობ რომანტიკოსი გოგოს განცხადება იყოს, მაგრამ ჯეროდა ყოველ შემთხვევაში და მჯერა, რომ რაღაცა დოზით სამყარო შეგიძლია უკეთესობისკენ შეცვალო. თუნდაც კონკრეტულად მკითხოს, რომელიც ამ წიგნს კითხულობს, იმ მომენტში შენი წიგნი სჭირდება და გამოკითხულმა რაღაცა ფრაზამ შეიძლება მისცეს რაღაც ძალა, თუნდაც რაღაც სხვანაირად დაანახოს, რაც იმ მომენტში სჭირდებოდა ზუსტად და ამიტომ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ლიტერატურაში და ლიტერატურა ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. საკმაოდ ბევრი პარალელი ვიპოვე თანამედროვე ცხოვრებასთან, ხო, თანამედროვე წარმატებული ქალის ცხოვრებასთან და იმ განცდებთან, ხო, რაც არის, რომ ეს დაღრილობა, ეს ემოციური გამოფიტულობა, რაღაც ყველაფერი ავტომატზე რომ გაქვს ადამიანს დაყენებული, გაუბედაობა, რაც ამ ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით და სხვა ძალიან ბევრი რამ, რაც ბევრისთვის საერთოა, მათ შორის ჩემთვისაც და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შენს ნაწარმოებში და ზოგადად ნაწარმოებშიც, რომ ყველა ადამიანმა რაღაცნაირად თავისი თავი აღმოაჩინოს და თავისი მსგავსი და თუნდაც ეს ხო ეს ღირებულებები, რომ ბევრი რამე არ იცვლება, რომ სხვადასხვა ფორმით გადათამაშება მიდის, კი შეიძლება პირობები უკეთესი იყოს, შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტი იყოს, მაგრამ არის რაღაცები, რაც ხო ადამიანის მისწრაფებები მაინც ბევრ რამეში გავს და ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ იმ დროიდან და რაღაცები მართლაც როგორც შენხვი, რომ არ გავიმეოროთ ის შეცდომები. განათლების დასასრულს უბრალოდ მინდა რომ ვკითხო საბოლოოდ კიდევ რამის თქმა ხომ არ გინდა მკითხველისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ფიქრობენ წერლობაზე, როგორც პროფესიაზე და რას ურჩევდი მათ, რატომ არის კარგი და ასე შემდეგ. ვურჩევდი მთავარს, რომ გაბედონ არა მხოლოდ მათ, ვინცაც წერა უყვარს და უნდათ რომ რაღაც მომავალში როგორც მწერლები შედგნენ, არამედ ყველა ადამიანს, ვისაც სურს რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს, ასე ვთქვათ, და შექმნას რაღაც. გაბედულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც მე კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას, ზუსტად მაშინ პირველი რჩევა, რომელიც მომწეს, იყო გაბედე. შესაბამისად ამას ვეტყოდი და მეორე კიდევ არის ჩემი საყვარელი ფრაზა ეგზიუპერის, ასე ვთქვათ, პატარა ნაწარმოებიდან, პატარა ნაბიჯების ხელოვნება, ხო? ღმერთო მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნებაო და ვუსურვებდი მათაც, რომ ეს ნაბიჯების ხელოვნება, ასე ვთქვათ, ისწავლონ და არ მხოლოდ ისწავლონ, არამედ ცხოვრებაში გაიაზრონ, რას ნიშნავს და ასე ვთქვათ, მე უკვე განახორციელონ. ეს იქნება სულ, რასაც ვურჩევდი და კიდევ ერთხელ გადაგიხდი მადლობას მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, დიალოგი გქონდა და ჩემი აზრით უკითხველისთვის საინტერესო, უკითხველისთვის მსმენელისთვის საინტერესო იქნება. და მაყურებლისთვისაც და მეც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო დღეს სტუმრობისთვის. ჩემთვისაც ეს
საუბარი ძალიან შინაარსობრივი და საინტერესო იყო, ანუ დღესვე აქვე გავიგე ძალიან ბევრი რამ ამ ნაწარმოებზე, შენზე და რაღაც მართლა ჩემსაც განვიხილე ეს უფრო კარგად და გავარჩიე. და წამყვანობაც კი მაინც ხდებოდა, შეიძლება ითქვას ზოგჯერ. მადლობა, მინდა გადავხადოთ ჩვენს მაყურებელს, მსმენელს და დაგემშვიდობოთ 2 კვირით დროებით.